საპერეაუდემ სტუდენტურმა პროექტმა ესეთი კეთილნევა გამოიჩინა და გვიმასპინძლა დღეს ფილოსოფიის ინსტიტუტს და შემდეგ სამშაბათსაც ასეთსავე კარგ საქმეს გვიკეთებს. ორი წიგნი გამოცა ფილოსოფიის ინსტიტუტმა წელს, მანამდე კიდევ ორი თარგმანი და ერთ-ერთის პრეზენტაცია დღეს გვექნება საუკრეფეს სახელდების და აუცილებლობის, ხოლო მომავალ სამშაბათს ჯილიან ევანსის ფილოსოფია და თეოლოგია შუა საუკუნეებში ორივე შემთხვევაში საპერეაუდო მასპინძლობს ფილოსოფიის ინსტიტუტს და ფილოსოფიის ინსტიტუტის ფარგლებში დღეს მე ყოველ შემთხვევაში სამშაბათისთვის უფრო იმედი მაქვს, რომ უფრო მრავალფეროვნება იქნება წარმოდგენების თვალსაზრისით. დღეს ესე იგი როგორც გითხარით და შეიძლება უკვე ნახეთ ქართული წიგნი მე თვითონ დღეს პირველად დავიჭირე ხელში და საკუთარ კარგად გამოიყურება მე მგონი ეს არის საულ კრიპკეს სახელდება და აუცილებლობა როგორც მოგახსენეთ ფილოსოფიის ინსტიტუტის ფარგლებში გამოყოფილი დაფინანსებული პროექტის ფარგლებში თარგმნა და გამოიცა ეს წიგნი დღეს ასეთი გეგმა მაქვს მე რომ ცოტა ლექციასავით უნდა ჩავატარო რადგან საპერეაუდეს ფორმატიც ასეთია და რაღაცას მოკლედ გეტყვით ძირითად იდეებზე ამ წიგნში რატომ არის ის მნიშვნელოვანი ხოლო შემდეგ უკვე სრული გვექნება განხილვაც მოვაწყოთ მაგრამ სანამ ამას დავიწყებ რო არ დამოვიწყდეს ვახსენო ხალხი ვინც წვლილი შეიტანა ამ სამუშაოს შესრულებაში თავიდანვე ამ საქმეს გავაკეთებ რედაქტორი იყო ჩემი ძალიან მადლობელი ვარ მისი რომ დამთანხმდა ამაზე ლელა ალექსიძე თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის პროფესორი მან გაუწია ტექსტ სამეცნიერო რედაქტორობაც და პრინციპში ძალიან მნიშვნელოვანი შრომა გასწია იმაზე რომ ქართულადაც მეტნაკ თუ რამეს გავს ტექსტი დიდწილად არის ლელას დამსახურება ეს ერთი მხრივ დიდი მადლობა მას ასევე მინდა მადლობა ვუთხრა ჩემს კოლეგას დათო გაბელაიას მათემატიკოს და ლოგიკოს თავისუფალი უნივერსიტეტის პროფესორს რომელმაც კონსულტაციები მნიშვნელოვანი კონსულტაციები გამიწია რამდენიმე ლოგიკური და მათემატიკური ტერმინის ქართულ ენაზე გადმოტანაზე ესეც იყო მნიშვნელოვანი პრინციპში ტერმინოლოგიის საკითხები ისეთია მუდმივად სამუშაოა და შეიძლება რაღაცეები რაც აქ არის გადმოტანილი მომავალში უფრო დაიხვეწოს მაგრამ რაღაც სახის ცდილობა მქონდა რომ მარტო ერთპიროვნულად არ გადამეწყვეტა რაღაცეები ასევე მინდა ვუთხრა მადლობა ილიაუნის გამომცემლობას რომელთაც საკმაოდ დიდი შრომა გასწიეს დიზაინერი იყო თამარ ბასილია და კომპიუტერული უზრუნველყოფა გააკეთა ქეთევან გოგავამ და ამ ადამიანებს სამწუხაროდ რომელთა ხელშიც ყველა წიგნი გადის იშვიათად ახსენებენ ხოლმე და მე ვფიქრობ რომ აუცილებლად მათაც უნდა ვუთხრათ მადლობა თუ რაიმე წიგნი გამოდის ილიაუნის უნივერსიტეტში სწორედ ჩვენი გამომცემლობის დამსახურებაა ახლა გეტყვით თვითონ წიგნზე და კრიპკეს ფილოსოფიურ მნიშვნელობაზე რამდენიმე სიტყვას როგორც დაგკვირდით ვეცდები რომ ძალიან გრძელი არ გამომივიდეს და შემდეგ უკვე თქვენც დაგითმობთ იქნებ ვინმეს რაიმე აზრი ქონდეს კრიპკეს მნიშვნელობაზე ან კითხვა გაუჩნდეს სიამოვნებით გიპასუხებთ ეს წიგნი ინგლისურადაც წამოვიღე ეს არის უკვე 80 წელს რომ გამოვიდა ის იმ დროინდელი გამოცემა იმის მერე მესამე გამოცემა აღარც გამოსულა რამდენადაც ვიცი ეს არის ერთ-ერთი ბევრი ანალიზურ ტრადიციაში ყოველ შემთხვევაში მომუშავე ფილოსოფოსთა შეფასებით მე-20 საუკუნეში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ტექსტი ანალიტიკურ ფილოსოფიაში შექმნილი საულ კრიპკე თვითონ არის დღესაც ოჩაღად არის საბედნიერო მათემატიკოსი, ლოგიკოსი და ფილოსოფოსი რომელმაც ბევრად ამ წიგნის გამოსვლაზე უფრო ადრე გაითქვა სახელი როგორც თავისუფლად ლოგიკურმა გენიამ ის რაღაც 17 თუ 18 წლის იყო პირველი ძალიან გავლენიანი პატარა სტატია რომ გამოაქვეყნა მოდალური ლოგიკის სემანტიკის შესახებ და ამის შემდეგ მის ანუ რაღაც ბაკალავრიატის სტუდენტი იყო მე მგონი რაღაც დაწყებული ქონდა სულ ახალი მათემატიკის სწავლა როდესაც ასეთი მიღწევა გააკეთა და შემდეგ
უკვე სხვა წიგნებითაც გაითქვა სახელი, ეს ერთ-ერთი თუმცა ძალიან ბევრი არ აქვს წიგნებად გამოცემული, რომ თქვათ, ერთი იყო აი ეს მისი, რომელზეც გითხარით, რომ ბევრი ფიქრობს, რომ თავდაყენა დააყენა მე-20 საუკუნის ანალიტიკური ფილოსოფია, ეს იყო ეს სახელდება და აუცილებლობა. კიდევ ერთ წიგნს ვახსენებ, რომელზეც არ გავჩერდები, ძალიან საინტერესოს და ყველას გირჩევთ, რომ წაიკითხოთ, თუ ოდესმე შესაძლებლობა იქნება, იმასაც სიამოვნებით ვთარგმნი მე ან ვინმე იმედი მაქვს, ეს არის ვიტგენშტაინი წესების შესრულების შესახებ, რომელშიც ის ვიტგენშტაინის ფილოსოფიურ გამოკვლევაში წამოჭრილ ერთ საინტერესო პრობლემას განიხილავს, თუ რას ნიშნავს ნორმატიულობა პრინციპი შეიძლება ესე ვთქვათ, ის ძალიან საინტერესო წიგნია, ის უფრო გვიანდელია. სახელდება და აუცილებლობა კი პირველად ეს გამოვიდა წიგნად 1972 წელს, ემყარება პრინსტონის უნივერსიტეტში 1970 წელს ყავდათ მიწვეული ლექციების ჩასატარებლად და აი აქ ჩატარებულ 3 დღის განმავლობაში ჩატარებული ლექციების ჩანაწერები, აი ახლა ტექსტსაც რომ წაიკითხავთ და თვითონ კრიპკაც შესავალში აღნიშნავს, რომ აი ეს ზეპირი ტექსტის სტილი დიდად არ შემიცვლიაო და მართლაც იგრძნობა, რომ არის აუდიტორიას ესაუბრება და ამის ჩანაწერია ტექსტი. 1972 წელს პირველად გამოვიდა ეს სხვა კრებულში, დევიდსონის და ჰარმანის მიერ გამოცემულ კრებულში ბუნებრივი ენების სემანტიკა, იმაში იყო ერთ-ერთ თავად ასე ვთქვათ ჩადებული ამ ლექციების ჩანაწერები, ხოლო შემდეგ უკვე 1980 წელს გამოვიდა დამოუკიდებელ გამოცემად და იმის შემდეგ უკვე არის უაღრესად ძალიან ტირაჟირებული შეიძლება ვთქვათ წიგნი ანალიტიკურ ფილოსოფიაში, აი 80 წლის გამოცემის რეცენზიაში, ერთ-ერთ რეცენზიაში რიჩარდ რორტი წერდა, რომ ამ წიგნის გამოსვლას ზოგიერთი აღშფოთებით შეეგება, ზოგიერთში აღწაცება გამოიწვია მან, ზოგიერთში გაკვირვება და გაოგნება, მაგრამ გულგრილი ამ წიგნს არავინ დაუტოვებია. ამის შემდეგ ის თემები, იმ თემებზე ანალიტიკური ფილოსოფიის აზროვნება და ფიქრი და წერა უკვე აღარასოდეს ყოფილა ისეთი, როგორც შეიძლება ვთქვათ, კრიპკემდე იყო. ძალიან მნიშვნელოვნად გარდაქმნა ყველა ეს საკითხი. ახლა თვითონ იდეებს გეტყვით რამდენიმე, რა თქმა უნდა, ყველას ვერ შევძლებო მიმოვიხილო, მაგრამ რამდენიმე ცენტრალურ თემას, რომელმაც შეიძლება დაგაინტერესოთ ამ წიგნის კითხვისას. თვითონ ერთ ძალიან კაფეوارი საკითხი, რომელზეც კრიპკა წიგნში ლაპარაკობს, სათაურიც გეუბნებათ, სახელდება და აუცილებლობა, სახელების მნიშვნელობაზე არის საკითხი ძირითადი. უფრო კონკრეტულად კი საკუთარი სახელების მნიშვნელობის თეორიაზე წერს, თუმცა აი ამ თეორიას განვითარებაში ისეთ ჩარჩო თეორიას განავითარებს, რომელიც აღმოჩნდა, რომ მნიშვნელოვანი შედეგების მქონეა ფილოსოფიის სულ სხვა დარგისათვის, მეტაფიზიკისთვის, შემეცნების თეორიისთვის, ცნობიერების ფილოსოფიისთვის, მეცნიერების ფილოსოფიისთვისაც, ასე ვთქვათ, გავლენიანი აღმოჩნდა. ეს საერთოდ არის საინტერესო ამბავი, ზოგჯერ ეხლა მახსენდება თომას კუნის იდეა პარადიგმების შესახებ, ისიც გვეუბნება, რომ მეცნიერებაში როგორც წესი რაღაცა კონკრეტულ პრობლემაზე, როდესაც მეცნიერი მოიგონებს კონკრეტულ გადაწყვეტას, თუ ეს ძალიან გავლენიანია, აი მაშინ ის პარადიგმად იქცევა და ის ნიმუშს აძლევს ბევრ სხვა ანალოგიურ საკითხებზე მსჯელობას, რაღაცა ასეთი მნიშვნელობის არის აშკარად კრიპკეს ეს პასუხი, თუმცა უშუალო შედეგებიც მისი აი კონკრეტული თვალსაზრისით და საკუთარი სახელების თეორიის შესახებ არის ფილოსოფიურად მნიშვნელოვანი. ესე იგი, ის რაც გაკეთდა ფიქრობენ ამ წიგნით, მაინც თვითონ კონკრეტული საკუთარი სახელების თეორიის შინას დაუბრუნდებით ცოტა ხანში, რასაც მიიჩნევენ, რომ გაკეთდა ამ წიგნით არის ის, რომ ანალიზურ ფილოსოფიას კრიპკემ დაუბრუნა მოდალობის ცნება, ესე აფასებენ ხოლმე, რომ მოდალობაში გულისხმება ძირითადად ალეთიკურ მოდალობებზე აქვს ყურადღება, აი ჩვენ ვლაპარაკობთ იმ განაუბრალოდ იმას ვამბობთ, რომ რაღაცა შესაძლებელი, ჭეშმარიტი ან მცდარი, არამედ ჩვენ ვლაპარაკობთ ასეთ მოდუსში, რომ რაღაცა შეიძლება მომხდარიყო და რაღაცა თუ მოხდა აუცილებლად შეიძლება უნდა მომხდარიყო. აი ეს არის მოდალობა, ლოგიკოსები ასე უწოდებენ და მოდალური ლოგიკა მთელი ცალკე დარგია დღეს უკვე და აი კრიპკეს ძალიან დიდი დამსახურებაა ის რა ლიანდაგებზე დგას დღეს უკვე განვითარებაში და მე-20 საუკუნის ამ პერიოდში ეს წიგნი ესე იგი გამოქვეყნდა 70-ში, მაგრამ კრიპკეს იდეები ცოტა უფრო ადრეც თავის სხვა სტატიებში რაღაც დონეზე ცირკულაციაში იყო უკვე.
ხო, მანამდე ლანდშაფტი ანალიზურ ფილოსოფიაში იყო ასეთი ექსტენსიონალიზმს უწოდებენ ამ მიდგომას, თავისებური სკეპტიციზმი თუ ამრეზილი დამოკიდებულება მოდალობების მიმართ და ზოგადად ინტენსიონალური კონტექსტების მიმართ. ეს ექსტენსიონალური კონტექსტები არის კონტექსტები, რომლებშიც ჩვენ მოდით ასე ლოგიკაში რო გადავიდე ახლა ლექსის ჩატარება. აი, სადაც მუშაობს შეიძლება დავახასიათო, ამის გამო აფასებდნენ ამას ფილოსოფოსები, იგივურთა ურთიერთშენაცვლებადობის კანონი მუშაობს ამაში და ეს იყო ფილოსოფოსების ერთი, რომ თუ რაღაცა საგანი მეორე საგნის იგივურია, ხო ერთ-იგივე საგანია მაშინ. ექსტენსიურ წინადადებაში, ექსტენსიურ კონტექსტში მის სახელის ნაცვლად სხვა სახელის ჩასმით თუ ის იმავე საგანს აღნიშნავს, მნიშვნელობა არ შეიძლება. ხოლო მაგრამ ჩვენი ენის ძალიან დიდი ნაწილი არ არის ექსტენსიური, არის ინტენსიური და ეს ლოგიკის და ენის ფილოსოფიის დიდ ინტერესს წარმოადგენდა მისი ფორმალიზება, მაგრამ ასევე ბევრი ფილოსოფოსი ეჭვის თვალით უყურებდა ზუსტად იმიტომ აი ქვაინი იყო ასეთი ძალიან ალბათ მე-20 საუკუნეში ანალიზურ ფილოსოფიაში ყველაზე აი მართლაც ყველაზე გავლენიანი ფილოსოფოსი და როგორც ვთქვი შუა საუკუნეებში არისტოტელე ალბათ მე-20 საუკუნის ანალიზურ ფილოსოფიაში შეიძლება ქვაინი იყოს ხო ყოველთვის თანამედროვე ისტორიის გამო და ის იყო სასტიკად ამრეზილი ასე ვთქვათ ინტენსიონალური კონტექსტების და მოდალობის მიმართ ის ფიქრობდა რომ ინტენსიონალის მოდალობები აუცილებლობაზე შესაძლებლობაზე შემთხვევითობაზე ლაპარაკი მხოლოდ იმდენად არის მისაღები და იმდენად არის საინტერესო, რამდენადაც მისი ნაწილის რედუქცია შეიძლება ექსტენსიონალურ ლაპარაკზე, ანუ ლაპარაკზე, რომელიც უბრალოდ აფიქსირებს, რომ ეს ჭეშმარიტი ეს არის და მოდალობებზე არ ლაპარაკობს, ხოლო ბუნებრივი ენის ლაპარაკი ინტენსიონალურ კონტექსტების შემცველი, რაც ასე არ არის რედუცირებადი ექსტენსიურ კონტექსტებზე. ნუ ის არის არ არის საინტერესო, მოკლედ ფაინისთვის ეს პოზიცია იყო ასეთი. რა თქმა უნდა, ეს არნიშნავს იმას, რომ მოდალური ლოგიკის განვითარებას მანამდე უკვე არ ცდილობდნენ ფილოსოფოსები, თქვათ მე-20 საუკუნეში მანამდე უკვე რომელსაც 30-იანებში ალბათ კლარენს ლუისი იყო, რომელიც ავითარებდა სისტემას, მაგრამ აი ეს მაინც იყო გაბატონებული თვალსაზრისი ექსტენსიონალური ლოგიკის თვალსაზრისი და კრიპკემ თავის აი მანამდე გამოქვეყნებულ სტატიაში და შემდეგ უკვე ფილოსოფოსებისთვის ამ წიგნში შემოგთავაზა შესაძლებლობის და აუცილებლობის ისეთი სადა და ინტუიციურად გასაგები ინტერპრეტაცია, რომელიც აღმოჩნდა ძალიან გავლენიანი, ბევრის ყურადღება მიიპყრო და ბევრი ამბობს, რომ აი ამ დროიდან მოხდა თუ ანალიზურ ფილოსოფიაში, ენის ფილოსოფიაში მოდალობა იყო მარგინალიზებული, უკუქცევა მოხდა და დემარგინალიზება მოხდა აი ამ ინტენსიონალობისა, ზუსტად კრიპკეს დამსახურებად მიიჩნევს ბევრი. ეს ისევ კიდევ ცალკე საკითხია, არ ვიცი დღეს ღირს თუ არა ამაზე გავჩერდე, კრიპკემდეც ვიღაცებმა რაღაცები გააკეთეს ამ მიმართულებით, კანგერს ასახელებენ, ასეთი ფილოსოფოსი იყო და ქალებს ფილოსოფია ზოგადად არ სწავლობს რუთ მარკუსი, რომელიც ეკამათებოდა ქვაინს და ბევრი დღეს ფიქრობს, რომ კრიპკემ იდეები ისე სხვა მათგან, ისე რომ არ დაასახელა, ეს სხვა შორის კრიპკეს ბიოგრაფიული დეტალის ამბავია, რომ მას ბევრი ფილოსოფოსი აკრიტიკებს ამის გამო და ასეთ ბრალდებას უყენებენ, რომ რაღაცები ისე კონკრეტულად აი რუთ მარკუსიზე არის ესეთი ეჭვები, კანგერის შემთხვევაშიც, რომ კანგერს უკვე შეიძლება ქონდა დანახული ეს შესაძლო სამყაროების სემანტიკა, მოკლედ ეს არის რაღაც ესეთი ბიოგრაფიული ამბავი, რომელსაც მე მგონია, რომ ფილოსოფიური იდეებისთვის დიდი მნიშვნელობა არ აქვს, უბრალოდ რაღაც საცნობის მოყარეობას აღძრავდეს შეიძლება სხვა ასპექტების გამო. მოკლედ დავუდგეთ, მნიშვნელობა ამის არის აი ძირითადი ზუსტად ის, რომ ფილოსოფოსებმა ანალიზურ ფილოსოფიაში კრიპკეს მე გაბედეს და დაიწყეს ლაპარაკი მეტაფიზიკაზე, მეტაფიზიკური თეორიების აგება და დაიწყეს ზუსტად მოდალობებზე ლაპარაკი, უფრო თამამად რა არის აუცილებლად დაიწყეს ასევე ამას მოყვა ლაპარაკი მოდალობის ეპისტემოლოგიაზე, ანუ როგორ ვიცით ჩვენ საიდან ვიცით, როგორ არის შემაცნებადი ის ამბავი, რომ რაღაც შესაძლებელია, როგორც აუცილებელი. მოკლედ ამით უცებ განაის, რომ რაღაცა არსებულ კითხვებს უცებ პასუხი გაეცა. არა, იმდენად, რამდენადაც უცებ ლეგიტიმური გახდა ფილოსოფიაში ძალიან
ბევრი კითხვა, საინტერესო კითხვა, რომლებზეც ფილოსოფოსებმა დაიწყეს ფიქრი, რომელიც მანამდე, ასე ვთქვათ, ექსტენსიონალიზმის ბატონობის პერიოდში იყო მარგინალიზებული ეს კითხვები. ეს არის ძალიან ზოგადად რო ვთქვათ, ის რასაც ყველაზე მეტად უმადლიან კრიტიკას ამ წიგნის და მისი ამ მანამდელი სტატიის გამომიდენობა და იგივეობა და აუცილებლობა ქვია იმ მეორეს მანამდელ სტატიას. ეხლა დავუბრუნდები თვითონ რამდენიმე ძირითად თემას, აი რომლების განხილვის მსვლელობაშიც არის ეს ყველაფერი გაკეთებული, რაც აქამდე გითხარით, როგორც გითხარით. ძირითადი თემა არის, ასეც იწყებს თავის განხილვას, საკუთარ სახელების მნიშვნელობის შესახებ, რომ როგორ ჩვენ აი თქვათ ამბობთ სიტყვა არისტოტელე, ხო? რა არის მისი მნიშვნელობა? ახლა გაგახსენებთ, შეიძლება თქვენ იცოდეთ, ენის ფილოსოფიაში ერთი ასეთი ის იყო დამკვიდრებული აზრი, თავისი ვარიაციები ჰქონდა. შემდეგ რა თქმა უნდა, რომ ეს ფრეგემ შემოიტანა პირველად, რომ სიტყვებს აქვთ თავიანთი ობიექტი სამყაროში, რომელსაც სიტყვა აღნიშნავს, დენოტაც ან ნომინაც უწოდებენ ამას და მეორე მხრივ საზრისი, მისი ხოცნებას ამბობენ, რომლითაც ის ამას ასე ვთქვათ, რომლის მეშვეობითაც ის აღნიშნავს ეს ფრეგეს ძალიან ცნობილი თეორია საზრისის და ნომინატის შესახებ ამავე სათავედ გამოცემულ სტატიაში განავითარა ის და აი ეს იყო მეტნაკლებად ჩარჩო თეორია, თუმცა ფრეგენდეც აი ამ განსხვავებას მანამდე ხედავდნენ, რა თქმა უნდა, ფილოსოფოსები, აი უკვე ჯონ სტიუარტ მილი რო ლაპარაკობდა საკუთარი სახელების თეორიაზე, ის ამბობდა, რომ ზოგად სიტყვებს აქვთ აი ეს კონოტაციას ხმარობდა სიტყვა ჯონ სტიუარტ მილი, ხოლო საკუთარ სახელებს არ აქვთ კონოტაცია, არ აქვთ საზრისი, იმათ აქვთ მხოლოდ დენოტაცია, ანუ ისინი ერთთავისებური იარლიყები წარმოიდგინეთ, რომლებიც მემაგრებულია საგნებზე ყოველგვარი საზრისობრივი დატვირთვის გარეშე. ეს იყო საპირისპირო თვალსაზრისი. ახლა კრიპკე როდესაც მოდის და იწყებს წერას ამ პერიოდში, სწორედ ფრეგე-რასელის თვალსაზრისი არის უფრო გაბატონებული, რომელიც არა მილისეულად, არამედ სხვანაირად უყურებს საკუთარ სახელებს, ის უყურებენ როგორც რაღაც შემოკლებულ დესკრიფციებს, რომ საკუთარ სახელებსაც აქვთ თავიანთი საზრისი, მარტო დენოტატი კი არ აქვთ საკუთარ სახელებს, არამედ აქვთ თავიანთი საზრისი, ანუ ის დესკრიფცია, რომელსაც აკმაყოფილებს მისი დენოტატიან სიტყვა რეფერენს ხმარობენ უკვე თანამედროვე ფილოსოფიაში, ანუ თქვათ, რა შეიძლება იყოს ეს სიტყვა არისტოტელე, თქვათ, ხო, როგორც საკუთარი სახელი, ეს არის ის რეფერენტი მისი არის ის კონკრეტული ადამიანი, ვინც არის არისტოტელე, ვისაც ვაპარაკობთ, მაგრამ ჩვენ ამ სახელს ის მეშვეობით, ამ ობიექტს გამოვყოფთ იმის წყალობით, რომ ჩვენ გარკვეული შინაარსს მივააზრებთ ამ სახელს, სახელმწიფო იმ დესკრიფციულ შინაარსს, რომელიც ჩვენ ვიცით არისტოტელეს შესახებ, რომ ის იყო თქვათ ფილოსოფოსი, ანტიკური პერიოდის, ალექსანდრე მაკედონელის მასწავლებელი, პლატონის მოსწავლე, თუ რაც კი ვიცი, ავტორი ამ წიგნების, ამ იდეების, თუ მთელი ეს შინაარსი დესკრიფციული რაღაცნაირად იცვლებოდა საკუთარი სახელის საზრისად, რომლის წყალობითაც, რომლის მეშვეობითაც სახელი გამოყოფს სამყაროში იმ ობიექტს, რომლის სახელიც ის არის, ასე ვთქვათ და ამ თეორიას კრიპკე უწოდებს დესკრიფციის თეორიას, თვითონ დესკრიპტივიზმი შეიძლება ვუწოდოთ, ასე ვთქვათ, ამ მიდგომას, ესე იგი, რომლის მიხედვითაც აი ეს ასე მუშაობს სახელები, ხო? მათ აქვს საზრისი, თავის დესკრიფციული შინაარსი, საზრისის სახით და აქვთ ობიექტი, ის უნიკალური ობიექტი, რომლის სახელებიც ისინი არიან და ნუ ამის სხვა ვერსიებაში რომ კრიპკეს თუ წაიკითხავთ, ნახავთ, რომ შემდეგ უფრო გადაამუშავა ფრეგესეული და რასელის ვერსია სერლმა, უფრო ცოტა სხვა ნიუანსები შეიტანა, თქვა რომ არა ეს დესკრიფციული შინაარსი, ეს საზრისი განა იმ ობიექტის აუცილებლად და საკმარის პირობებს ასახელებს, რომ გამოყოს ეს ობიექტი იმისათვის, რომ არისტოტელეს დენოტატი იყოს ის ადამიანი, განა აი ეს საზრისად რაც მოიაზრება, ამ არ არის აუცილებელი, რომ დესკრიფციებიდან
დესკრიფციული შინაარსის მთელ შინაარსს აკმაყოფილებდეს. შეიძლება რაღაც ნაწილი მცდარი აღმოჩნდეს, ასე ვთქვათ, მაგრამ რაღაც ძირითად ნაწილს სერვისს უნდა და მოდიფიკაცია და ამიტომ ის ამბობდა, რომ არა დესკრიფცია კი არ არის სახელის საზრისი, არამედ არის დესკრიფციების კლასტერი. ანუ რაღაცა ესეთი ანებით დაკავშირებული რაღაცა ერთობლიობა ამ თვისებებიდან დიდი ნაწილი უნდა კმაყოფილდებოდეს იმისათვის, რომ ვთქვათ, რომ აი ეს არის არისტოტელე. ახლა კრიპკე დასაკეთებს, რომ კრიპკე ასე ვთქვათ აფეთქებს ამ თეორიას, ამბობს, რომ ეგ არ არის სწორი. საკუთარი სახელები არ მილი იყო მართალი. საკუთარი სახელები არის იარლიყები. შეიძლება ასე ვთქვათ, საკუთარ სახელებს არ აქვთ არავითარი როგორც აუცილებელი, როგორც მათი საზრისი არ აქვთ დესკრიფციები და აი ერთ-ერთი ამბავი არგუმენტი ამისა, რასაც კრიპკე ამბობს, არის ასეთი, რომ ჩვენ რომ ვლაპარაკობთ არისტოტელეზე. ახლა ეს არ ჩამითვალეთ, რომ დავამცირე რამენად. არისტოტელეს არამერცერთი რაც უნდა დიქტატის დამერწონებიან ჩემი სტუდენტები, ვინც არიან და რომ ლაპარაკობთ არისტოტელეზე შეიძლება ყველაფერი, რაც ჩვენ არისტოტელეზე ვიცით, აღმოჩნდეს მცდარი. აღმოჩნდეს, რომ ეს ამ ადამიანს არ დაუწერია მეტაფიზიკა, არ დაუწერია ის ნიკომაქეს ეთიკა არ ყოფილა, არ უსწავლებია იმისთვის ალექსანდრე მაკედონელისთვის. ერთი არის, რომ შეიძლება აღმოჩნდეს თუ ჩვენ მართალია თუ არა. შემოვიტანოთ ახლა შესაძლო სამყაროს ცნება. შესაძლებელია ყოველ შემთხვევაში ეს მცდარი ყოფილიყო. ერთი არის, რომ შეიძლება აღმოჩნდეს მცდარი, ხო, მაგრამ ჭეშმარიტი გამოდგა, მაგრამ ის რომ შეიძლება აღმოჩნდეს მცდარი ზუსტად ნიშნავს იმას, რომ შეიძლება, აი აქ უკვე მოდალობაზე დავიწყეთ ჩვენ ლაპარაკი შესაძლებლობაზე, რომ შეიძლება არისტოტელე ყოფილიყო, ისე გაეტარებინა ცხოვრება, რომ არასოდეს გამხდარიყო ფილოსოფოსი საერთოდ, ხო? ეს არის კრიპკე ამბობს, ეს ისეთი ამბავია, ისეთი ბუნებრივი ინტუიცია, რომელზეც ვარი ჩვენ არ უნდა ვთქვათ არავითარი ფილოსოფიური თეორიის ხათრით. ხო, რომ რაღაცა სხვა გზა უნდა მოვძებნოთ იმისაც, რომ ავხსნათ, რომ ჩვენ არისტოტელეზე ვამბობთ. ვლაპარაკობთ, როცა ვამბობთ, რომ არისტოტელე შეიძლება არ გამხდარიყო ფილოსოფოსი. როდესაც ვამბობთ, რომ არისტოტელეს შეიძლება არასოდეს დაეწერა ის ტექსტები, რომლებიც ჩვენ მივიჩნევთ, რომ მან დაწერა. ამრიგად კრიპკე ამბობს, რომ საკუთარი სახელზე თან ასოცირებული, მოდი ასე ვთქვათ, ის დესკრიფციები, ანუ ის თვისებები, რომელსაც ჩვენ მივაწერთ ასე აღნიშნულ საგანს არც ერთი არ არის აუცილებელი თვისება. ან თითქმის არც ერთი ახლა გადავალთ ცოტა ხანში აუცილებელი თვისებები თუ არის რამე. ყოველ შემთხვევაში ნებისმიერი ის რაც ჩვენ ვიცით მის შესახებ შეიძლება აღმოჩნდეს მცდარი, მაგრამ ჩვენი სახელით მაინც ჩვენ არისტოტელეზე ვლაპარაკობდეთ. და როდესაც ჩვენ აღმოვაჩენთ, რომ თურმე ამ ყველაფერში ვწდებოდით, ჩვენ იმას კი არ ვიტყვით, რომ უე არისტოტელე არ არსებულა და მე თურმე ვიღაც სხვაზე ვლაპარაკობთ, არამედ ვიტყვით, რომ არისტოტელე თურმე არ აკეთებდა იმას, რაც ჩვენ გვეგონა, რომ ვაკეთებდით, რასაც ჩვენი აზრით ის აკეთებდა მოდიში. და ამიტომ ის ამბობს, რომ ესე იგი ის დესკრიპტივიზმი, ანუ დესკრიფციის თეორია საკუთარი სახელების არის არასწორი თეორია. საკუთარი სახელები და ის მას შემოაქვს ესეთი ცნება, ხისტი აღნიშნულის ცნება, ეს მე გახდა ძალიან პოპულარული ცნება ანალიზურ ფილოსოფიაში, რამდენად კარგი თარგმანი არ ვიცი, rigid designators ესე არის ინგლისურად, ხისტი და უპირისპირდება არახის აღნიშნულებს, ასე ვთქვათ, არის ის აღნიშნულები და ახლა რატომ ვლაპარაკობთ აღნიშნულებზე, ესეც საინტერესოა, ჯერ საკუთარ სახელებზე ვლაპარაკობთ, ხო, ხისტი ის სახელებია, რომლებიც ყველა შესაძლო სამყაროში, რომელიც თუ ამ სამყაროში არსებობს ეს ობიექტი, ასახელებს ამ ობიექტს. მიუხედავად იმისა, რა კარიერა აქვს, ასე ვთქვათ, ამ ობიექტს იმ შესაძლო სამყაროში, რა აღმოჩნდება მის შესახებ ჭეშმარიტი და რა აღმოჩნდება მცდარი, ხო? ჩვენ შეიძლება წარმოვიდგინოთ სამყარო, რომელშიც არისტოტელე სხვა გზით წავიდა, მაგრამ ჩვენ ისევ არისტოტელეზე ვლაპარაკობთ. თუმცა მთელი დესკრიფციული შინაარსი, რომელიცაც თითქოს ჩვენ არისტოტელეს გამოვყოფდით, აღმოჩნდება მისთვის მცდარი. აი ეს არის იდეა მისი საკუთარი სახელებისა. აი არახისტი არის მაგალითად ასეთი ფრაზა, ალექსანდრე მაკედონელის მასწავლებელი. ალექსანდრე მაკედონელის მასწავლებელი შეიძლება ყოფილიყო სხვა სამყაროში, სხვა ადამიანი, ვიღაც სხვისთვის მიებარებინათ ის და მაშინ
სხვა შესაძლო სამყაროში, ანუ ახლა შესაძლო სამყარო რაღაც ისე არ წარმოვიდგინოთ, რაღაც ინტერსტელარის გავლენის რაღაცა მივემგზავრებით, არა. ეს არის უბრალოდ შესაძლო კურსი მოვლენების განვითარებისა, ხო? და სხვა შესაძლო სამყაროში, ანუ სხვანაირად თუ განვითარდებოდა მოვლენები, სხვა იქნებოდა ეს ადამიანი და ამრიგად ის არ აღნიშნავს, ეს ალექსანდრეს მასწავლებელი არ აღნიშნავს რომელიმე ობიექტს ხისტად, ხოლო არისტოტელე და საკუთარი სახელები აღნიშნავს ხისტად, ხო? ეს არის ერთი მნიშვნელოვანი ამბავი, რაც იმ დროის ფილოსოფიაში რაღაც წარმოუდგენელი თვალსაზრისი იყო, ახლა მე თქვენ გეუბნებით ამას და ცდილობ რაღაცა ინტუიციურად წარმოგიდგენოთ ძალიან, მაგრამ იმ დროინდელი ფილოსოფიური დებატების ფონზე ეს იყო ძალიან მოულოდნელი თვალსაზრისი კრიტიკესი. ახლა კითხვა შემდეგი საინტერესო, რომელიც ჩდება, არის ასეთი, რომ კი, მაგრამ მაშინ ხო ახლა მე თქვენ გითხარით ბედნიერად, რომ არისტოტელე აღნიშნავს ყველა შესაძლებლობაში არისტოტელეს და ჩვენ ვლაპარაკობთ ყოველთვის არისტოტელეზე. ახლა კითხვა ასეთი ჩდება, რომ როგორ მყარდება მაშინ კავშირი სახელსა და ობიექტს შორის? ეს დიდი კითხვა არის, კი, დავითი აუცილებლად იკითხავდა ამას და სხვაებიც აუცილებლად და კრიპტემაც იცოდა, რომ მას აუცილებლად კითხავდნენ და შეიძლება კითხეს კიდევაც აუდიტორიაში იყო და ამაზე აქვს მას პასუხი, რომ მას ესეც მანამდეც იყო ფილოსოფიაში ეს იდეა სახელების კაუზალურ თეორიას, რასაც უწოდებენ და კრიპკე ზუსტად ამას ავითარებს. ის ამბობს, რომ სახელი თავის ობიექტს მიემაგრება იმ მიზეშედეგობრივი ისტორიის წყალობით, რომელიც აკავშირებს სახელს თავის ობიექტთან. ანუ აი იმ კონკრეტული ვთქვათ სიტუაციაში, როდესაც მე ვსწავლობ, რომ ვიღაცა არისტოტელე, პირველად არისტოტელე უწოდა რაღაცა მიზეშედეგობრივი ისტორია, ასე ვთქვათ, რეალური ისტორია, რომელშიც და ეს გადაეცემა ეს ისტორიის მიერ, ხო, ახლა რა თქმა უნდა, ამ წუთას თქვა მოვნათლეთ, ვიღაცამ თქვა დედამისმა და მამამისმა, თუ არ ვიცი იმ დროს მამები არ ქმნიდნენ სახელებს, როგორ იყო ეს დეტალი. თქვა რომ ამას ქვია არისტოტელე, ხო? ამის შემდეგ ვიღაცებს გააცნეს ეს რომ არისტოტელეა, მერე ვიღაც სხვებმა გაიგეს, ხო? ეს არის ის მიზეშედეგობრივი ისტორია. ეს მიზეშედეგობრივი ისტორია ასე დამყარებულ კავშირს სახელსა და ობიექტს შორის. ეს მიზეშედეგობრივი ისტორიით დამყარებული, უბრალოდ გადაეცემა შემდეგ მოსაუბრეთა თანასაზოგადოებაში. ამბობთ, ახლა რა თქმა უნდა, ჩვენ არისტოტელეზე ვლაპარაკობთ ყველა, კი არა, არც ერთს არ გვინახავს ეს როგორ დაარქვეს, ოსტენსიურად უწოდებენ ამ განსაზღვრებას, ხო, აი მივუთითე და თქვი რომ აი ეს არის. ასე არ გვინახავს, მაგრამ ჩვენ მიზეშედეგობრივი გრძელი ჯაჭვი გვაკავშირებს ზუსტად აი იმ პირველი ნათლობის შემთხვევასთან. აი ეს რგოლები, რომლებითაც გადაეცემა თაობებიდან თაობებამდე, აი ის არის ის, რაც უზრუნველყოფს, ანუ ეს არის ფაქტობრივი და არა კონცეპტუალური კავშირი სახელსა და მის ობიექტს შორის და ეს ფაქტების გადაცემა კი ძალიან ისეთი არის ერთი მხრივ ძნელი თეორია, ამას თავისი და მე წეღან ვთქვი, რომ აუცილებლად კრიპკეს ღირებულება ის კი არის, რომ რაღაც კითხვებზე, როგორც წესი, დიდი წიგნების, ალბათ რამე ახალს არ ვიტყვი, ღირებულება ის არ არის, რომ რაღაც დიდ კითხვებზე საბოლოო პასუხები გასცა, არასოდეს პირიქით, ის რომ შესაძლებელი გახადა რაღაცა ახალი საინტერესო კითხვების დასმა, ხო და ეს მიზეშედეგობრივი თეორია სახელდებისა, რა თქმა უნდა, ახალ კითხვებს აჩენს, თავისი თეორიული დამუშავება სჭირდება ამას, მაგრამ კრიპკე აი ამ გამოსავალს ამბობს, რომ ეს არის ის, რითაც სახელი მიემაგრება იმას. ახლა კიდევ ერთი ასპექტი არის, რომ რა როლი აქვს აქ იმას, წეღარო ვთქვი, დესკრიფციებს, რომლებსაც ჩვენ ვაკავშირებთ, ხო? არის ამ სახელთან. ისინი როლს ასრულებს ზუსტად აი ამ გადაცემის პროცესში. ისინი კრიპკეს შემოაქვს ესეთი ფრაზა რეფერენტის დაფიქსირება. და აი ეს დესკრიფციული შინაარსი, რომელსაც ჩვენ სახელთან ვაკავშირებთ, არის არა სახელის საზრისი, არამედ არის შემთხვევითი საშუალებები, რომლებიც გამოიყენება ამ სახელის რეფერენტის დასაფიქსირებლად. ხო, აი ვთქვათ, იქ არისტოტელეს დაარქვეს არისტოტელე და მერე ვიღაცა ეუბნება, რომ აი მის შვილი, მის მასწავლებელი, ხო? ესენი უფიქსირებს იმ მომხმარებელს, იმ რეფერენტს, ასე ვთქვათ. ჩვენთვისაც ახლა დღეს, როდესაც ჩვენ ვისწავლეთ არისტოტელეს შესახებ რაღაცებს და ვფიქრობთ, რომ არისტოტელეზე ვლაპარაკობთ, ეს შინაარსები, რომლებიც ჩვენ არისტოტელეს შესახებ ვისწავლეთ, არის ზუსტად რეფერენციის ფიქსატორის მნიშვნელობაზე. თითოეული მათგანი შეიძლება მცდარი აღმოჩნდეს
მაგრამ თუ ისინი ჭეშმარიტია, ისინი გვეხმარება ჩვენ აი იმ კონკრეტულ რეფერენტზე გავიდეთ, მაგრამ ყველა შეიძლება აღმოჩნდეს თითოეული მცარი ცდარი. ანუ ასეთ ამბავს გვეუბნება, ესე იგი კრიპკე, რომ ეს დესკრიფციები სულ უმაქნისი კი არ არის, ის რომ ჩვენ მივააზრებ რაღაც თვისებებს არისტოტელეს, ეს სულ უსარგებლო კი არ არის, მაგრამ ისინი არ არის ანალიტიკურად მიბმული სახელთან, როგორც სახელის საზრისი, არამედ არის ის შემთხვევითი თვისებები, რომლებითაც ჩვენ გამოვარჩიეთ ობიექტი იმ შემთხვევაში. შეიძლება ეს მომჩვენებოდა და ესე გამოვარჩია, ამიტომ ის ფაქტი, აი ახლა რომ დაგანახოთ, ეს გეტყვით მე ვიღაცა დავინახე ქუჩის ბოლოს და ვფიქრობ რომ ეს რაღაცას თქვათ ხელი დამიქნია და ვამბობ აი ეს ადამიანი ხელი რომ დამიქნია, ხო? აქ რომ ის ადამიანი რომ ხელი დამიქნია არის რეფერენციის დაფიქსირების საშუალება. შეიძლება აღმოჩნდეს რომ მან ხელი კი არ დამიქნია, მე არამედ თავი მოიფხანა, ან რა ვიცი, სხვას დაუქნია ხელი, ან სულ სხვა რაღაც გააკეთა, ხო? ეს ცდარი შეიძლება აღმოჩნდეს, მაგრამ მე გამოვიყენე იმ რეფერენციის დასაფიქსირებლად იმ ადამიანისა, რომელზეც უკვე ამის შემდეგ ვლაპარაკობ როგორც იმ ადამიანზე, რომელიც ასე დავაფიქსირე. აი ეს არის დესკრიფციული შინაარსის, ანუ დესკრიფციების ფუნქცია. იმის კრიპკეს თეორიის მიხედვით და ახლა კიდევ ერთი საინტერესო ასპექტი, რაც აქვს განვითარებული კრიპკას, აი ამავე თავისი თეორიის ფარგლებში, მე გითხარით, რომ ეს თეორია ძირითადად არის იმის თეორია, საკუთარი სახელების საკითხით იწყებს, მაგრამ შეუძლია გავრცელებს ამას ასევე იმაზე, რასაც ზოგადი სახელებს უწოდებთ ჩვენ, რასაც თითქოს აშკარად აქვს დესკრიფციული შინაარსი, ხო? აი, თქვათ წყალი, ადამიანი, ვეფხვი, ესენი არ არის საკუთარი სახელები. ამ სიტყვებზე თვით მილიც არ იტყოდა, რომ მათ არ აქვთ მილი კონოტაციას ამბობდა სიტყვას, ხო? ანუ ფრეგერასაც საზრისს უწოდებს. რომ ამ სიტყვების აქვთ ცნებითი შინაარსი, ამას ისიც კი მილიც კი აღიარებდა, არათუ ფრეგერა. კრიპკე ამბობს ესეთ რაღაცას, რომ ეს სიტყვებიც ხისტი აღნიშნულებია, ხისტი დესიგნატორებია, როგორც სახელი არისტოტელე, ისევე ოქრო, ან წყალი, ან ადამიანი, ან ვეფხვი არის ხისტი აღნიშნული. ანუ ისევ ამ სიტყვებით ჩვენ ვრეფერირებთ ობიექტზე სამყაროში. ჩვენ გვაქვს ისევ დესკრიფციული შინაარსი, რომლითაც ვაფიქსირებთ ამ რეფერენციას, ამ ობიექტს, როგორც ამ სიტყვის რეფერენტად. მაგრამ მთელი ეს დესკრიფციული შინაარსი ცდარით რომ აღმოჩნდეს. ჩვენ მაინც ვლაპარაკობთ ამ ობიექტზე, თქვათ ოქროზე რაღაც წარმოდგენები ქონდათ ადამიანებს, ყველაფერი ცდარი აღმოჩნდა შეიძლება, სულ სხვა ახალი ამბები გაიგეს ოქროს შესახებ მერე, მაგრამ ამით რაღაც სხვაზე კი არ ვლაპარაკობენ ახლა, არამედ წყალზე გაიგეს ის ამბები. ახალი ამბები, ხო? იგივე ეხება, ვთქვათ, სახეობების სახელებს, ამბობთ ნივთიერებების სახელებს და ახლა რის მიხედვით გაარჩევს, რომელი არის კრიპკე, რის მიხედვით გაარჩევს ხისტი აღნიშნული და არახისტი აღნიშნული, ხო? წყალი არის ხისტი აღნიშნული, მაგალითად და ის რაც არის რამე არახისტი, ვთქვათ, ის რითიც ვთქვათ მოინათლა ვინმე არის არახისტი, იმიტომ რომ სხვა შესაძლებლობაში შეიძლება რამე სხვა სითხე ყოფილიყო, ხო? ეს რას განასხვავებთ აქ მივდივართ კიდევ ერთ ესეთ მეტაფიზიკურ ცნებასთან, რომელიც იმ პერიოდის ანალიზური ფილოსოფიის გემოვნებაში პრინციპში არანაირად არ ჯდებოდა და მოულოდნელი იყო, მაგრამ დღეს უკვე მეტნაკლებად კანონიერად ითვლება, ყოველ შემთხვევაში ფილოსოფოსების დიდი ჯგუფი ამას ახლა ამ თეორიიდან წამოჭრილ კითხვებს ინტენსიურად ამუშავებს, ეს არის ბუნებრივი გვარის ცნება. ბუნებრივი გვარის ცნება არის ზუსტად იდეა, რომ საგნების კატეგორიებად დაყოფა. ეს ჩვენი ინტერპრეტაციის საკითხი კი არ არის და ჩვენი ენის, ჩვენი დაჯგუფების საკითხი. არამედ სამყაროში თვითონ არსებობს რაღაცა ასეთი ბუნებრივი კატეგორიები და ზუსტად ეს არის თქვათ წყალი, ეს არის ადამიანი, ეს არის სახეობა, ის თუ რომელია ასეთი ბუნებრივ გვარებს უწოდებენ ამას. ის თუ რომელია ესეთი ბუნებრივი გვარები, ამას საბოლოო ჯამში მეცნიერება გვეუბნება, მაგრამ არის ასეთი და ჩვენ აი წყალზე რო ვლაპარაკობთ ან ოქროზე რო ვლაპარაკობთ, სწორედ აი ბუნებრივ გვარს აღნიშნავთ და ამაზე ვლაპარაკობთ, რაც ახალი გავიგოთ ჩვენ მის შესახებ, ანუ მის ცნებით შინაარსს, რასაც უწოდებდით ადრე და კრიპკერაზეც იტყოდა, რომ ეს დესკრიფციული შინაარსი შეიძლება შეიცვალოს, მაგრამ ამით ჩვენ იმას კი არ ვიტყვით, რომ უი წყალი ეს არ ყოფილა, რაც წყალი იყო.
ხო, წყალი არ ყოფილა კი არ ვიტყვით, არამედ ვიტყვით, რომ წყალზე ჩვენ რაღაცეები შეცდომით გონებია. ოღონდ ახლა ეს ერთი ამბავი რომ ჩვენ ასე ვიტყვით და კრიპტონკოჩო ხო ასეც არის, სწორია რომ ასე ვიტყვით, ზუსტად სამყაროში არსებობს ბუნებრივი გვარები და იმათ სახელები არის ხისტი და სიგნატორები ასევე, არა მხოლოდ საკუთარი სახელები, არა მხოლოდ ინდივიდებისა, ასე ვთქვათ, არამედ აი ასეთი ბუნებრივი კატეგორიებისა და ამით ახლა ვისაც ცოტა უსწავლია ფილოსოფიის ისტორია, აუცილებლად გაახსენდება არისტოტელე, აუცილებლად გაახსენდება ესენციალიზმი, მისი აუცილებლად გაახსენდება ის რწმენა, რომ თვითონ სამყარო არის ორგანიზებული რაღაც ბუნებრივ კატეგორიებად და რა თქმა უნდა კრიპკეც არიხებს უკან ზუსტად ამბობს, რომ კრიპკეს ამ თვალსაზრისით ესენციალიზმსაც უწოდებენ, რომ დიახაც საგნებს აქვთ არსებითი თვისებები. აი წეგან თქვით რომ მთელი ის დესკრიფციული შინაარსი შეიძლება მცდარი აღმოჩნდეს მეთქი ცოტა გავაზვიადე წეგან გაუფრთხილებლად გითხარით ეს ამბავი აქვთ რაღაცა თვისებები საგნებს რომლებიც არ შეიძლება აღმოჩნდეს მცდარი მათ შესახებ ეს არის მათი არსებითი თვისებები და ის თუ არ ექნება მას მაშინ ის არ იქნება ეს საგანი ეს მაგრამ თავი რა რომ ეს არსებითი თვისებები არ არის ის თვისებები რომლებითაც ჩვენ საგანს ვიცნობთ და რომლითაც ჩვენ საგნის რეფერენციას ვაფიქსირებთ, ხო? თქვათ იგივე ოქრო მისი გარეგნული ფენომენური თვისებებით იყო დაფიქსირებული, თუმცა აღმოჩნდა რომ არც ერთი ან შეიძლება აღმოჩნდეს ყოველ შემთხვევაში არც ერთი ამ თვისებებიდან არ არის მისთვის არსებითი და თქვათ არაფერი იცოდნენ მაშინ, როდესაც ოქროზე ლაპარაკობდნენ ადამიანებმა ატომური მასის შესახებ და დღეს ჩვენ ვიცით რომ ოქრო რა არის ამას განსაზღვრავს კრიპტოგეონება ატომური მასა. ასევე თქვათ აი არისტოტელეზე რო ვილაპარაკეთ ჩვენ ამაზეც კრიპტოს აქვს ესეთი კონკრეტული თეორია რომ ყველა შესაძლო სამყაროში სადაც არსებობს არისტოტელე იქნება იგივე ადამიანი, ოღონდ რა განსაზღვრავს რომელია ეს არსებითი თვისებები კრიპტოგეონებს ამას მეცნიერება გვეუბნება ჩვენ რომ ეს არსებითი თვისებებია რომ იყოს ადამიანი თქვათ რობოტი არ იქნება არისტოტელე ანუ და რომელი ადამიანი რომელსაც აქვს რომელიც წარმოიშვა იმავე მატერიიდან, ასე ვთქვათ, იმავე გამეტებიდან, კონკრეტულად კრიპტოსთვის ვთქვათ, ადამიანის იგივეობის თეორია არის ის, რასაც მეცნიერება გვეუბნება დღეს. აი ეს არის არისტოტელეს, ასე ვთქვათ, ესენციალიზმი, ხო მეცნიერული ის ბროდიში კრიპტესი, რომელიც გავს არისტოტელესას, მესენცელი, რომლითაც რაღაცნაირად უკვე ფილოსოფიაში გახდა ძალიან ახალი, არც ისე ახალი ძველი კითხვები გაიხსენეს მეტაფიზიკის შესახებ, რა არის აუცილებელი თვისებები, რა არის შემთხვევით თვისებები, როდის გვაქვს ჩვენ იგივე საგანი სხვა შესაძლო სიტუაციაში, მოკლედ ძალიან ბევრი საინტერესო კითხვა გაიხსნა ამის შედეგად. ეხლა ამ არსებითი და შემთხვევითი თვისებების განსხვავების გარდა კიდევ ერთ სიტყვით და დავამთავრებ ამ ჩემს მიმოხილვას ერთი კიდევ საინტერესო ამბავი, ერთი კიდევ დიდი ჯაჭვი, რაც კრიპტემ თუ ბმული, რაც გაარღვია ამ წიგნში არის აი სუმცირე კანტის დროიდან წამოსული გამყარებული რწმენა ფილოსოფიაში, რომ აუცილებლობა და აპრიორულობა არის ერთმანეთთან კავშირში შავა ასე ვთქვათ კავშირში რომ ის თუ რაიმე აუცილებელია ან ყველა შესაძლო სამყაროში ხორციელდება ის ჩვენ არ შეიძლება გამოცდილებიდან ვიცოდეთ ის უნდა ვიცოდეთ აპრიორული გზით ეს კავშირი ასე ყოველ შემთხვევაში ფილოსოფიის ერთ-ერთ ძირითად საფუძველ დაშვებად კანტის დროიდან იქცა თვითონ კანტთან ამ ორ არ ქონდა მიბმული ანალიზურობა აუცილებლად, თუმცა ანალიზურ ფილოსოფიის შემდეგ, ლოგიკური პოზიტივისტების შემდეგ და ფრეგეს შემდეგ ამას მიება ასევე ცნება ანალიზური, რომ ანალიზური, აპრიორული და აუცილებელი ეს ყოველთვის ერთ და იგივენაირი ჭეშმარიტებებია. კი შინაარს სხვადასხვას გამოხატავს, მაგრამ თუ რაიმე აუცილებელია, ის აპრიორულად არის შემეცნებადი და ის არის ანალიზური დებულება. თვითონ კანტი არ ფიქრობდა, რომ ყველა აპრიორული და აუცილებელი ანალიზურია, მაგრამ ამ წუთში მე უკვე ასე მოხდა ანალიტიკურ ფილოსოფიაში ამ სამის გაიგება და კრიპტე შლის ამ ჯაჭვსაც. ის ამბობს, რომ არა ზუსტად იმიტომ, რომ აუცილებლობა მან განსაზღვრა მეცნიერების ამოქმედების ტერმინებში და მისთვის აუცილებლობა არის მეტაფიზიკური ცნება, რაღაცა ცნება, რაც არსებულებს ეხება, სამყაროს ეხება და არა ჩვენს ცოდნას.
აუცილებლად არის თუ სხვა ამბავი და ის თუ რა ვიცით ჩვენ აპრიორულად და რა ვიცით აპოსტერიორულად, ანუ გამოცდილების საფუძველზე ეს არის თუ სხვა ამბავი. ეს არის ეპისტემოლოგიური ცნებები კრიპტი ამბობს, ის არის მეტაფიზიკური ცნება, აუცილებლობა შემთხვევითობა და ის რომ ყველა მეტაფიზიკურად აუცილებელი ვითარება ჩვენ აპრიორულად უნდა ვიცოდეთ, ეს არის ძალიან არასწორი ფილოსოფიური დაშვება, რომელიც არანაირად არ არის გამართლებული კრიპტის აზრით და ის თვითონ ამბობს, რომ ბევრი აუცილებელი ვითარება არის სწორედ ის, რასაც ჩვენ აპოსტერიორულად მეცნიერული შემეცნების შედეგად ვიმეცნებთ, მეორე მხრივ რაღაცა ვითარებები ჩვენ შეიძლება ვიცოდეთ აპრიორულად, თუმცა ისინი არ აღმოჩნდეს აუცილებელი. აი მაგალითად, წეგან რო ვთქვით, არისტოტელეს სახელი მე ვისწავლე იმით, რომ მითხრეს, რომ აი ეს არის პლატონის მოსწავლე, თქვათ ერთ-ერთი შინაარსი ეს იყო და ამის შემდეგ მე აპრიორულად ვიცი რაღაცა აზრით, რომ არისტოტელე პლატონის მოსწავლეა, მაგრამ და არის კიდევაც ეს ჭეშმარიტი, მაგრამ შეიძლება არ ყოფილიყო, ხო ვთქვით და მაშინ ესე იგი ეს არ არის აუცილებელი ცნება, ანუ აპრიორული ცოდნები აუცილებელი არ არის. ხო, მეორე მხრივ აუცილებელი ჭეშმარიტებები ყოველთვის აპრიორულად არ ვიცით ჩვენ მეტიც, კრიპტოსთვის ესე გამოსდის მისი თეორიიდან, რომ უფრო საინტერესო აუცილებელი ჭეშმარიტებები სამყაროს შესახებ არის სწორედ ის ჭეშმარიტებები, რომლებსაც ჩვენ აპოსტერიორულად მეცნიერული კვლევის შედეგად შევიმეცნებთ და არა აპრიორულად. და ესეც იყო ერთი დიდი სიახლე ამ წიგნისა, რომელშიც კრიპტომ ესეთი ძალიან დიდწონიანი ტრადიციის წინააღმდეგ გაილაშქრა, ასე ვთქვათ, ამ თავისი შეხედულებების გადმოცემით. ახლა მე პრინციპში ეს იყო ის, რაც მინდოდა ძირითადად აი თემები გამოვყავი, რაც ვფიქრობ, რომ შეიძლება დაგაინტერესოთ, იმედი მაქვს, რომ დაგაინტერესებთ. რა თქმა უნდა, გაცილებით მეტი ნიუანსია, ბევრი სხვა საინტერესო არგუმენტია ფილოსოფიური, მაგრამ ხა ყველაფერზე არ გავჩერდები, არ მოგაწყენთ, მადლობა რომ ასე მომისმინეთ და კითხვებს მე ვარ მოდერატორი, ყველაფერი მე ვარ. ეგეც შეიძლება, თუ ვინმე საკითხვა მკითხეთ, თუ არა და დავამთავროთ. თუ გაქვთ შეკითხვები, აქა ვარ. ისეთი რომ ყველას უნდა რომ გაიგოს და პასუხიც უნდა რომ ყველა მოისმინოს. არა. კი ბატონო, აი აქვს კითხვა, დიახ, ბადრი, ხო? ბადრი, გამარჯობა. გამარჯობა. პირველი რაც მინდა გითხრათ, მოგილოცოთ ამ წიგნის გამოსვლა. ალბათ ფუნდამენტურ წიგნებს უნდა მივაკუთვნოთ ეს წიგნი და ბოლო 20 წლის განმავლობაში თითებზე ჩამოსათვლელი არის წიგნები ამ ხრივ. და საერთოდ როცა მე გამოვდივარ, განწყობილი ვარ, რომ კარგი არაფერი არ ვთქვა, მაგრამ ძალიან სასიამოვნოდ ვიყავი გაოცებული და გახარებული, რომ ამ წიგნს აქვს საძიებლები, კომენტარები და წინასიტყვაობა. ოღონდ თქვენს მიერ სრულიად სამართლიანად მოხსენიებულ იმას, რომ წიგნი კარგად გამოიყურება, ესე იგი, ჩემი ბოროტი სულიდან გამომდინარე, მაინც დაუმატებ იმას, როგორც გამომცემელი, რომ თუ ეს არის სერიოზული წიგნი და ამაზე მე მგონი ვერავინ ვერ იკამათებს დედამიწის ზურგზე და თუ ეს არის მაინც ფანქრით სამუშაო წიგნი, სურვილის დონეზე, ეხლა იმასაც მოგახსენებთ, ჩემი ნათქვამის აქტუალობა რამდენად არის დაქვეითებული. ესე იგი, ეს წიგნი სასურველია ფილოსოფიური სერიოზული წიგნები იყოს ძაბზე შეკერილი, რომ გადაშლისას თან არ ვიფიქროთ, თან ხელით არ გვეჭიროს და თან კიდე სამუშაოდ არ ვიყენებდეთ. მაგრამ აქტუალობა იმით არის დაცემული ამ ჩემი შენიშვნის, რომ ფასი აქვს ძალიან დაბალი და ყველანაირად შეიძლება ამის გამართლება, რომ ამ ფასად, ესე იგი, შეიძლება ძაბზე შეკერილი წიგნის გარეშეც ვიყოთ. მაგრამ თუ თქვენ აი მილს ახსენებთ ხშირად, არისტოტელეს ახსენებთ, იქ არის უფრო სქელტანიანი წიგნების, რასელიც ახსენეთ დღეს და მე ძალიან მაკლია ის, რომ მისი ვთქვა დასავლეთ ევროპის ფილოსოფია არ არსებობს ქართულად.
არა იმ ტანიანი წიგნი რო გამოვიდეს ესე თერმულად გაკეთებული ძალიან დასანანი იქნება. ეს ფაქტურად წიგნი განწირულია იმაზე, რომ ის სამუშაოდ ვერ იქცეს. სრულიად უცხო გარე ფაქტორის გამო. აი ეს ერთი. ეხლა რაც შეეხება რამდენიმე კონკრეტული შეკითხვა მაქვს მე. ეხლა მე არა ვარ ანალიზური ფილოსოფიის არც მცოდნე, არც მოყვარული და რამდენადაც ადამიანის შორს არის ამ ანალიზური ფილოსოფიისგან მით უფრო თავხედური თვალსაზრისი შეიძლება ქონდეს იმაზე, რატომ არის ეს ანგლო-საქსონურ ქვეყნებში გამეფებული და ბოლო დროს არა მარტო ანგლო-საქსონურ ქვეყნებში. ჩემი აზრით იქ არის განათლება ბიზნესი და უფრო პატიოსანი არის, რომ ფილოსოფიურ ფაკულტეტებზე და ფილოსოფიურად გასაღდეს ისეთი დისციპლინა, სადაც მინიმუმ არის საჭირო ცოტათი აზროვნება მათემატიკის საფუძველზე და ენის ცოდნა. ოღონდ ის რაც ძირითადი ფილოსოფიური ტრადიცია არის, ის პრობლემები, რომლებიც ასე გემრიელად შეათამაშა, ვთქვათ, კრიპკემ, არა, საერთოდ არ არის ანალიზური ფილოსოფიის, ასე ვთქვათ, თავსატეხი და ის რომ ისინი პატიოსნად იღებენ ფულს იმაში, რომ ასწავლიან ფილოსოფიას, ან იმას, რასაც ეძახიან ფილოსოფიას, ეს რა თქმა უნდა მათი პრობლემაა და ეს საკითხი ხო ჩემთვის, ჩემი ასაკის ადამიანისთვის იმდენად არის აქტუალური, რომ საბჭოთა კავშირში მოგეხსენებოდათ ფილოსოფოსი ერქვა იმას, ვინც ფაქტურად ვისაც გაზუთხული ჰქონდა ერთი წიგნი, დიალექტიკური და ისტორიული მატერიალიზმი და საკმარისი იყო, რომ მას სრულფასოვნად თავი ეგრძნო. დაახლოებით ამ სიტუაციაში არის ანალიზური ფილოსოფიაც, ოღონდ მას ბაზა, განათლების ბაზა ბევრად მეტი ჭირდება, ვიდრე იმას, რაც ჭირდებოდა, ვთქვათ, ისმატის და დიამატის ლექტორს. და კიდევ ერთი თუ შეიძლება. მე ძალიან პური მომჭრა თარგმანმა სახელის ამ კრიპკეს. და მე რო ჩავიხედე ინტერნეტში, მაგას განსაკუთრებულს არ ველოდი, ჩემთვის აღმოჩენა იყო, რომ ინგლისურად გამოითქმის მისი გვარი როგორც კრიპკი და სახელი, რა თქმა უნდა, სოლი არის, იმიტომ რომ ისიც რა არის, როგორც გამოცემელს მე მიწევს ამაზე ყურადღების მიქცევა და თუ რამდენად არა ესე იგი ყურით მოთრეული არის ჩემი კითხვა, შემიძლია გავამაგრო მხოლოდ ერთი ქართულ ბაზარზე არსებული წიგნით, ძალიან ცნობილი წიგნით, რომელსაც ჰქვია To Kill a Mockingbird და თარგმნეს ქართულად როგორც ნუ მოჰკლავ ჯაფარას და რამდენიმე დღის წინათ ფესტივალზე, როდესაც გამომცემელს ვკითხე, რომ ორიგინალში ზუსტად საწინააღმდეგო არის მეთქი სათაურში, მან ამაყად მიპასუხა, რომ აქ ის არისო დაწერილი, რაც ავტორს უნდოდაო რომ ეთქვაო. გესმით და ეხლა თქვენ რომ მეკითხოთ, რატომ საულ და არასოულ, თქვენ შეგიძლიათ მითხრათ, რომ აი მშობლებს ეს უნდოდათ რომ ყოფილიყო. გესმით, მაგრამ ეხლა ანეკდოტური რა არის, ცოტა სუბოქათ რო წარმართოთ საქმე. თქვენ ფონზე არის Saul Bellows ორი წიგნი. ეხლა თქვენ წარმოიდგინეთ, კრიპკე საკმაოდ ტრიალებადი სახელი და გვარია, იმიტომ რომ ჟურნალ ამერიკიდან დაწყებული 60-იანი წლებიდან, აი როგორც თქვენ ახსენეთ, ბავშვი რომ იყო და სახელი რომ მოიპოვა, იმ დროიდან არის საბჭოთა კავშირში ცნობილი. ხო და ეხლა თქვენ წარმოიდგინეთ ვიღაცამ რომ თარგმნოს Saul Bellow, ესმით, ეს იქნება, ესე იგი ძალიან თამამი გამამხიარებელი ეფექტი ხო და აი თუ შეიძლება ესმით რა და უფრო სერიოზულ კონტექსტში რომ მივაბათ ეს კითხვა ხლა ამით არაფერი არ გაფუჭდება და არც გაკეთდება რა პასუხიც არ უნდა მივიღო მე მაინტერესებს უბრალოდ წმინდა პროფესიულად ესე იგი თქვენ რა ლექსიკონით სარგებლობდით როდესაც ამ ტექსტს თარგმნით და კიდევ ერთი რამე უბრალოდ გამიჩნდა ამის მოთხოვნილება თქვენი სიტყვის შემდეგ რომ იმდენჯერ ახსენეთ არისტოტელე და მე თვითონაც ვაპირე ფილოსოფიური სერიის გამოცემას, ოღონდ კლასიკის, რა თქმა უნდა ძირითადი ტექსტების და ისიც უნდა ვაღიარო, რომ ვინც დღეს საქართველოში ფილოსოფიურ წიგნებს უშვებს, თქვენი არის ყველაზე უფრო სოლიდური და ნაწილობრივ იმის გამო, რაც მე უკვე ვთქვი და ამასაც გილოცავთ, მაგრამ მე მგონია, რომ მე ვეცდები, რომ ჩემი სერია უფრო სოლიდური იყოს, ვიდრე თქვენი და ამაში მე მგონი არაფერი ცუდი არ იქნება. ხო და მინდა ეს კითხოთ აი ამ ლექსიკონთან დაკავშირებით, რომელი ლექსიკონით სარგებლობდით და თავარი კიდე ერთი ძალიან ცუდად მომეცმა ის ფრაზა, რომ იყო გეგმა დაფინანსდა ეს თარგმანი და თქვენ თარგმნეთ. ეხლა აი თქვენ როგორც ლექტორი, როგორც ფილოსოფოსი, როგორც ამ გარემოში ესე იგი ყოფი,
თქვენ წყვეტდით რა უნდა გეთარგმნათ, თქვენი სურვილი რომ იყოს, თქვენ რას თარგმნით, რის მოთხოვნილებას უფრო გრძნობთ თქვენ. თუმცა კრიპტეს საწინააღმდეგო თქვენ ხვდებით, არაფერი არ მაქვს, მაგრამ კონკრეტიკის გარშე თქვენ გრძნობთ რაზომაც გეკითხებით ამას. კი, კეთილი, დიდი ბოდიში ცოტა გამიგრძელდა. დავიწყებ, იმიტომ რომ მიხარია მაგალითად პასუხისაცემა, რომ კი, მე რა თქმა უნდა, ყველა ჩემი არჩევანი იყო. ეგ არასოდეს არ ყოფილა რომ მე ფილოსოფიურ ტექსტში ვთარგმნე, იმიტომ რომ ვიღაცას უნდა და იმიტომ რომ ჩემი პროფესიული ინტერესის ნაწილი იყო, ეს რომ ქართულად ყოფილიყო. ამ შემთხვევაში მე უბრალოდ მადლობის სათქმელად ვთქვი ეს ამბავი, ფილოსოფიის ინსტიტუტს აქვს ასეთი პროექტები, რომ თუ ისიც ჩათვლის საჭიროდ იმას, რასაც ავტორი ან თარგმნელი შესთავაზებს, არ არის ხოლმე პრობლემა. ამხრივ ეს არის, მე შეიძლება უბრალოდ გამიმართლა იმ ხრივ, რომ ასე მიწევს, რომ იმას თარგმნი ხოლმე, რაც მე მინდა, არც გულისხმობ იმას, რომ ეს მომავალშიც გარანტირებული მაქვს, შეიძლება სხვა დროს სხვანაირად მომიწევს, მაგრამ ყოველ შემთხვევაში აქამდე ჯერჯერობით ასეთი იღვანი არ მომაჩნდა, თუ ეს გაინტერესებთ და უბრალოდ სხვებსაც, სხვა მთარგმნელებსაც ფილოსოფიის ინსტიტუტთან, ვისაც აქვს შეხება ზუსტად იგივე აქვს, მე არა ვარ ამ საგანგებო მდგომარეობაში. ახლა სახელი რაც არის, ეგ მეც ძალიან მაწუხებდა და კარგია რომ თქვით, იმიტომ რომ ვფიქრობდი, რომ რამე შენიშნოს გავაკეთებ მეთქი და გადამავიწყდა. ხო, და ლექსიკონი. ლექსიკონი რო არ დაგიმალოთ, ძირითადად ხმარობ მე ინგლისურ ლექსიკონებს, ესეთ არსებობს ინგლისურ ქართულიც, მაგრამ იშვიათად მაინც ხმარობ ამათაც, მაგრამ ძირითადად ხმარობ ინგლისურ ლექსიკონებს, რის გამოც შეიძლება ზოგიერთ შემთხვევაში რაღაც კარგი შესაძლებლობა გამოგვშვა ხელიდან, იმიტომ რომ ზოგჯერ იმ ქართულ ლექსიკონში არის ხოლმე სინონიმი, რომელიც ჩემი თანდრად არ მომივიდოდა. მაგრამ სახელი ლექსიკონის გამო არ გამწვეულია, რომ მე ფიქრა ეს რო ყოფილიყო, ეხლა ძალიან წყდება გული ამ წიგნის რედაქტორი უნდა ყოფილიყო თავიდან ასევე ყალიბ შეთანხმებული ლერი მჭედლიშვილი და ალბათ იმასთან ადრე მქონი ამას ლაპარაკი და წამოჭრიდა ამ კითხვას ის და ისევ მიმსჯელებით. ისე მოხდა რომ ეს წიგნი სტამბამდე ისე მევიდა რომ ეს პრობლემა არავის არ დაუნახავს და ამიტომ მეც ამაზე რეფლექსია რო არ დაგემალოთ არ გამიკეთებია ამ წუთას რომ რამე შეგნებული გადაწყვეტილება არ ამიღია საულის სოლის სასარგებლოდ ისა საწინააღმდეგოდ, მაგრამ ადრე გქონი ამაზე ლაპარაკი და კი სახელების გადმოტანის წესი ჩვენ ვიცით რომ არის ტრანსლიტერაციის წესი არის რომ როგორ ჟღერს ისე უნდა გადმოვიტანოთ, მაგრამ აქ ესე ერთმნიშვნელოვანი არ არის, მე რომ ვკითხოთ სოლიც არ არის, სოლს არ ამბობენ ინგლისელები, ხო? რაღაც უფრო რთული ბგერა არის იქ ის ხმოვანი, ვიდრე სოლი პირდაპირ ქართულში. არ ჟღერს. ხო, სოლ ამბობენ, რაღაცა ესეთია. ეს რო ვთქვა. ხა მეორე ასპექტი, რაც ახლა მე ეს post factum raționalizația მე ამას ვაღიარებ, იმიტომ რომ არ გამიკეთებია ამაზე რეფლექსია, რა სიტყვებით სტუდენტობიდან რაც მესმოდა ის დავწერე რომ არ დაგიმალოთ და საულად ახსენეთ. კი, რომ ქართულ ლიტერატურაში ეს ასე იყო დამკვიდრებული ოდითგანვე, ასე მესმოდა, მე ასე ვიცოდი და ასე დავწერე და რომ მე ფიქრა მეტი შეიძლება სხვანაირი გადაწყვეტილება მიმეღო, მაგრამ შეიძლება მაინც ეს გადაწყვეტილება მიმეღო, იმიტომ რომ სოლი რომ არის ამაში ბოლომდე არ გეთანხმებით რაღაცა სხვა ქართული ფონეტიკა სამწუხაროდ არ არის ინგლისური ფონეტიკა, თქვათ ახლა ხო ესა და ზუსტად ყველაფერს ვერ გადმოვიტანთ ვერასოდეს და აქ არჩევანი იდგებოდა ეს რომ ტრადიციას გავუწევ ანგარიში იმ ფილოსოფიურ ტექსტებში რომლებშიც უკვე არის ეს საულად მოხსენებული თუ სადო ახლის დამკვიდრება ეს რომ ყოფილიყო პრინციპულად სხვა არგუმენტი რომ მომესმინა შეიძლება დავთანხმებოდი სოლს, მაგრამ როგორც გითხარით, ეს არის. ახლა კრიპკიზეც ის ბოლო მუნჯი სავით არის. კრიპკე. იქაც მე ასე მგონია, რომ ეგ კამათი არის ცოტა გადაჭარბებული კამათი რამხრივ რომ სხვა გვაქვს ქართველებს ფონეტიკა, სხვა გვაქვს ინგლისელებს და ეს შეიძლება საკამათო იყოს, მე როგორ მესმის ის რო წარმოთქვამს ინგლისელს და როგორ გესმით თქვენ, რომ ეს არის თუ ი. არ ვფიქრობ მე რომ რაღაც შუაშია იქ და მე ვფიქრობ კი, რატომ ეს ღია არის? ბევრად აი ჩემი მასწავლებლებს გავიხსენებ, მიხეილ ბეჟენიშვილს ის ამბობდა რომ ყველაზე ფუჭი დროის ხარჯვა ასეთ საგნებზეა, რაც შეთანხმებით შეიძლება გადაწყდესო. თუმცა თქვათ ფუჭი დროის კარგი არა, რეფლექსია კარგი იქნება და ხო გეუბნებით, მე ამხრივ არ გამიმართლა გამოცემის წინ, არავის არასოდეს არ მოხვედრია ეს თვალში რომ მოხვედრო და ორჯერ ვიფიქრებდი სულ მცირე, შეიძლება იგივე გადაწყვეტილება გამეკეთებ მიმეღო. მაგრამ მადლობა, ხო კიდე რამე კითხვა? ხო, ეს თავარი კითხვა, რაშიც არ უნდა დაგეთანხმოთ, ეს არის ანალიზური ფილოსოფიის შესახებ, რომ ჩემი აზრით
ზუსტად პირიქით ანალიზური ფილოსოფია არის უაღრესად მდიდარი და სწორედ ფილოსოფიის ის განყოფილება, რომელსაც ყველაზე ინტიმური კავშირი აქვს შენარჩუნებული ანტიკურ ფილოსოფიასთან, შუა საუკუნეების პრობლემატიკასთან, ახალი დროის ფილოსოფიასთან. ეს ხატი ანალიზური ფილოსოფიის, რომ ასე ვთქვათ, არის არ ვიცი, იდეოლოგიური მგონია მე ზოგჯერ. ანალიზურ ფილოსოფიას ვინც იცნობს, იმან იცის, რომ იქ ზუსტად ის ძველი მარადიული ფილოსოფიური პრობლემები განეხილება, რომლებიც აინტერესებდათ ფილოსოფოსებს ანტიკური დროიდან. კიდევ არის